10-12 წლის ბავშვებსაც ხვდები, ჩემი ინიციატივით არა ხოლმე, მთხოვან რომ შევხვდე და ამდენჯერმე დავსვე კითხვა, რომ გაიზრდებით როგორი გინდა რომ იყო, ხო? როგორი? ერთადერთ რაღაცას ამბობენ. თითქმის. რა ვიცი, 99% შემთხვევაში. როგორი უნდა? დიდარი. დიდარს ამბობენ ალბათ. არა, სიტყვა წარმატებული. წარმატებული. ახლა უყურეთ როგორ არის. უნდა დაფიქრდეთ რა მოხდა, რა იყო 50 წლის წინ, 40 წლის წინ და ეხლა რა ხდება. ადრე, მოდი ისე თქვა, წარმატებული რო ყოფილიყავი, შემდეგ ან მაგარი მეცნიერი ყოფილიყავი, ან მაგარი, რა ვიცი, რეჟისორი, ან არქიტექტორი. ეხლა წარმატების კრიტერიუმი შეცვლილია მარკეტინგულად და პოლიტიკურად, იმიტომ რომ ადვილად იმართება ეგრე. შეცვლილია, ეს არის ნახვების რაოდენობა. მოდი ფილმიდან ავიღოთ, რომ მიგანიშნოთ რა. კინოსახლი იყო თბილისში, იქ გადიოდა გოდარის, ტარკოვსკის, ფელინის, პაზოლინის ფილმები, რომელზედაც ხალხი იმიტომ კი არ დადიოდა, რომ ნახვების რაოდენობა ძალიან ცოტა ქონდა. სათქმელად იყო, კაი. შედევრი იყო, ხო, რაღაცა და მიდიოდა მაგას. და ეხლა ჩვენ ვეუბნებით ბავშვს, ნახე რომ წარმატებული იყო. წარმატებული თუ ნახვების რაოდენობა განსაზღვრავს წარმატებას, ნახულობ ეხლა ვის აქ მეტი ნახვა. და ნახვები რო გაზარდოთ, პროვოკაცია უნდა გააკეთოთ. იმიტომ რომ ნორმალურს არავინ არ უყურებს რა, ამოვარდნილი უნდა იყოს ნორმა. ჩვენ გადაცემა პროვოკაცია არის იაფასიანი პროვოკაცია შეიძლება გააკეთო. ახლა თქვა ზამთარში გაიხადო, გაშიშვლე და ცალი ფეხით ჩამოეკიდო აივანზე და იძახო რომ სარეცხი ხარ. დღის ბოლოს გექნება მილიონი ნახვა. თბილად რო დაჯდა ქურთუკის კაციშვილი არ გიყურებს. ხო და კრიტერიუმი შეცვლილია, ჩვენ ბავშვს ვეუბნებთ რომ წარმატებული იყავი და ტვინი როგორაა მოწყობილი მაქსიმალურ ეკონომიაზეა ტვინი მოწყობილი. ხო იცით რა, სიზარმაცემ შექმნა პროგრესი, ხო, ეზარებოდა ლიფტი გააკეთა და ასე. რა უნდა ვისწავლო? აგერ გავხდები რაღაც ბლოგერი ან რაღაცა პროვოკაციას გავაკეთებ და ნახვების რაოდენობა მეზდება. ამიტომ ნახე არასწორს აძლევ, თან წარმატება ძალიან ესეთი შემოგდებულია. შემოგდებულია ზუსტად ეს მთელი ხალხისთვის, იმიტომ რომ ჯერ წარმატებას არ აქვს კრიტერიუმები დღევანდელ იმაში. წარმატებული არის ხო ისა ესებუან ფული გაიტანა 1 მილიონი? გაიტანა. კრიმინალია, მაგრამ ნახე წარმატებულია ხო? ვიღაცა მეთხრა ნეტა ეგეთი წარმატებული მე ვიყო, ხო? ანუ განსაზღვრულობა არ აქვს. მეორე პროდუქტი გეყიდება ადვილად. ნახე წარმატებული რადგან ყველას უნდა იყოს, მე ვამბობ რომ წარმატებულ ტიპებს iPhone 17 უჭირავს და გამეყიდა iPhone 17. თქვენ არ დააკვირდით რომ ხალხი ფიქრი შეცვალა რომ დაემსგავსოს წარმატებულ ტიპს. ანუ იმ ხალხში მინდა მოხვდე და ნახე ფიქრები შემეცვალა. უნდა დავამსგავსო იმათ, იმიტომ რომ აქეთ ხარ ეს წარუმატებელი ფიქრებია, ხო? ესეთი რაღაცა. არასწორია.